რას დავდივით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. თქვენთან არის ვაშა გადაცემა. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. აუცილებლად გვიყურეთ, აუცილებლად გამოგვიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. საქართველოში ევროპულ ფასებთან შედარებით არის ბევრად უფრო მაღალი ფასები. ზოგიერთ შემთხვევაში არის 50% მაღალი ფასი, არის ორჯერ მეტი ფასი, სამჯერ მეტი, ანუ საკმაოდ დიდია სხვაობა ფასებს შორის. ფეხზე ადგომით უნდა უკრავდეთ და სამკაც ახლა. ფეხზე ადგომით. იმიტომ რომ ესაა პირველი წინადადება, იქნებ რამდენიმე წინადადება, რომელიც პროჭორილელს არ მოუტყუებია. დაწყებული 2011 წლიდან. სულ პირველი სრული სიმართლე. დიახ, ფასები საქართველოში უფრო მაღალია ვიდრე ევროკავშირში. რატომ? ვფიქრობ, რომ 86% ფასთამატი საკმაოდ მაღალია. 5 წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. თავარი რაც ამ დროს უნდა გაიხსენოთ. ფასები ამ ორგანიზმს მაშინ გაახსენდა, როცა ხელფასი 16000 ლარი გაუხდა. თვეში კობახიძე თავისას აბა რა სიტყოდა. რა იცის ეკონომიკისა, რომ თქვას რამე გზიანი. სივის მიხედვით იურისტია, არა და კონსტიტუციის ავტორს უწოდებს თავს და კონსტიტუციას ამბობს მთელი თავის ცხოვრება. არა, განა ეკონომისტები არ ყავთ. განა ეკონომისტი არ ყავთ. ერთი ეკონომისტი ყავთ. ისეთი რომ სხვა საჭიროც აღარაა. კანდიდატ ეკონომისტსკი ხნაუკ, უბრალოდ და პატარა კაცი კი არა. ორგანიზების კოლექტიური ფორმის ნორმატიულ მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და შრომის სტიმულირება წარმოებაში და მისი სრულყოფის გზები. მეცნიერული ორგანიზება და შრომის ეკონომიკა. დისერტაცია დაცულია მოსკოვში, შრომის საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტში 1987 წელს. დაგანა შეიძლება ამისთანა დამსახურებულ ეკონომისტს არ დაუჯეროთ, ამიტომ რა კი, ამის ხალხი ასე ამბობს, ესე იგი ამან უთხრა. ასე თქვითო. შეიძლება წინასწარ ამეც აიდნაკიდეთ, ადამ სმიტი, კარლ მარქსი, ფრიდრიხ ენგელსი, ლენინი, კოსიგინი, კიდევ რა ვიცი ხა ვინ ექნება ამას ნასწავლი და ჩაბარებული თავის დროზე. ასე და ამგვარად წრე შეიკრა და მივიღეთ წრეში ჩახატული სამკუთხედი. ოღონდ ახლა გეომეტრიაზე არ ვლაპარაკობთ. ეკონომიკას უბრუნდებით. იმიტომ რომ ეგ ყველას ტკივა ნამდვილად. ფასები ყოველთვის უტყუარი თემაა, ყველა ხელისუფლებისთვის, ყველა ქვეყანაში. ოღონდ ცოტა სახიფათო თემაც არის თან. სკოლსკი, ბორეა რუსის განმარტებით. იმიტომ რომ ამის დაპირებები ბევრი გვახსოვს, ტაშიც ხელების გადაყოლეფამდე გვაქვს ნახატგუნები, შესრულებისა კი რა გითხრათ. საშუალება იქნება ფულის და ეს იქნება უმეტესილად უფასო. წელიწადი მოვანდობეთ ელიტური ჯიშის კარტოფილის წესი რომ გამოგვიყვანა და გაისისთვის იმდენი გვაქვს რომ მთელ საქართველოს ეყოფა და დაურიგებთ უფასოდ. ავაშენებთ აუცილებლად სასტუმროებს და ყველა სასტუმროს უნდა ქონდეს სოლარიუმი. ესეთი დონის გადასახადები რაც საქართველოში არსებობს, ხვალიდანვე შეიძლება ამის განახევრება. დაპირებები სულ იყო ერთმანეთზე უკეთესი. თან გუნდური. ყველაფერი არის გაბერილი ხელოვნურად, საწვავის ფასი, გაზის ფასი, შუქის ფასი. ყველაფერი შეიძლება, ყველაფერი დაიწყო. ახლა ყველას, ვისაც ბოლო 13 წელიწადში გაუიაფთა ელექტროენერგია, გაზი, ბენზინი, კრედიტი, იპოთეკა, საჭმელი, სასმელი, ყველას გთხოვთ რომ ამ ვიდეოს კომენტარში ეგამბავი დაწეროთ და მე ერთად წავიკითხოთ ჩვენი სამშობლოს აყვავების დოკუმენტირებული ქრონიკა. თან ხმამაღლა. იქამდე კი დოკუმენტებს მაიორი მდინარაძე ეცნობა. ჯერ კიდევ მაიორია ხო რამე ხო არ მეშლება. ამ საქმეს რო გამოიძებს და ფასებს რო გაანახევრებს, მე ვიცე-პოლკოვნიკობაც აუცილებლად ერგება. ეხა ამის ხალხი, სუსი, რომელიც საბჭოთა ობეხეთ არის ქცეული, აკაჩავებს ბიზნეს ფასები დასწიეო. ოღონდ მე რთულად წარმომიდგენია, რომ კარფურის ან ორი ნაბიჯის მეპატრონე მდინარაძემ დააკაჩაოს, ან თუნდაც რომელიმე სხვა ქსელი. თქვათ რამე შმიკორა, რომლის მფლობელსაც იმდენი ფული აქვს ჩასხმული ხოცებში, რამდენიც უთხრეს. არაოფიციალურადაც და ოფიციალურადაც, თეთრიც და შავიც. მაიორ მდინარაძის გონებრივ შესაძლებლობებზე შეიძლება ჩვენ ახლა სხვადასხვა აზრი გქონდეს, მაგრამ უნდა დამეთანხმოთ, რომ არც ისეთი ირაკლი ზარქუა არაფრის გამო გაალახინოს თავი იმ კაცს. ამიტომ ეს სამთავრობო კომისია ერთხელ შეიკრიბება, მეორედ საჩვენებელ სეილებს გამოაცხადებინებენ თავიანთ ერთგულ ქსელებს. ნადეჟდა და შალავატივიზე სიუჟეტებს გააკეთებენ და მეორე დილიდან ისევ აუწევენ და აუწევენ ფასს. სანამ თქვენ ოცნების სოლარიუმებში ირუჯებით, 13 წლის წინ რომ დაგპირდათ ის სამკუთხედი და გადაგაგდოთ. ეგენი ისევ გამდიდრდებიან. და კითხებს რომ დაუსვათ, ჩვენ რატო გშია, როცა თქვენ ძღებითო. ასეთი აფასიან პროპაგანდას ისევ მოგაჭეჭებენ. აჰაძმო, ჩვენც თქვენნაირ ზაბეგალოვკებში დავდივარ და წყალგაზავებულ ლუდს ვამთო. Deep State-ის ჯენაზე. რა თქმა უნდა. ხოცი დიდ შარში გაეხო. ისევ შარში. ახლა პირდაპირ ცხვირზე ააფარეს საბუთი, რომ რუს სანქციების გვერდის აულაში ეხმარება.
კოცირისკოცია შეემჩნია, მაგრამ ასეთ რამებს არ დაუვიწყებენ. საუბარია კომპანიაზე სახელად Arnica Trade, რომელიც რუსეთს ფინური ტექნიკით ამარაგებს. კერძოდ ფირმა ვერცილის პროდუქციით, ხომალდების სანქცირებული ნაწილებით. ასეთი სპეკულაციური განცხადება თქვენ უამრავი გაიგეთებიათ, რაც არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა და ყოველ ჯერზე, მათ შორის კომისიური წესით დაადასტურეს ჩვენმა პარტნიორებმა, რომ არავითარი ასეთი ფაქტი არასდროს არ მომხდარა. ჯერ თავად ამ Arnica-ზე. მონაცემების მოპოვება ცოტა რთული აღმოჩნდა ნამდვილად, მათ შორის ფინელებისთვისაც. რაც მოიპოვება კომპანიის ამ სახელწოდებით, ეს კომპანია ნამდვილად არსებობს. თან დააკვირდით. რეგისტრაციის თარიღად 2022 წლის მარტი უზის. 2 კვირაში დიდი ომის დაწყებიდან. შეიძლება დამთხოვა იყოს, შეიძლება ჭკვიანმა ხალხმა მაგ დროისთვის უკვე მოტვინა, რომ სანქციების გვერდის ასავლელად საქართველოში ბიზნესის რეგისტრაცია კარგად გამოადგებოდათ. შეიძლება დამთხოვა, შეიძლება არა, რომ იმავე მისამართზე რეგისტრირებულია სხვა კომპანიაც, იმავე დირექტორითა და მფლობელით და ვიღაცა შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს, კოლ-ცენტრი ხომ არ არისო. შეიძლება დამთხოვა, შეიძლება არა, რომ მისი დღევანდელი მესაკუთრისა და დირექტორის სახელზე კიდევ ერთი კომპანიაა რეგისტრირებული. ისის რაღაც ციფრულის მსგავსი სახელწოდებით. გამჭვირვალეობის ფილტრის თანახმად ეს ქალბატონი ქართული გვარსახელით დანიის მოქალაქეა. ცოტა უფრო ახლოს ფინეთთან, გეოგრაფიულად მაინც. გამოძიება ჟურნალისტებმა ჩაატარეს. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისა, ასე საყვარლად რომ იწერება პროჭორულელებისთვის. ულეის რადიო, ასე გამოითქმის. მოკლედ, ამ ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ 2023-2025 წლებში რუსეთში შევიდა ვერცილის სულ ცოტა 6 მილიონი ევროს პროდუქცია, რომელიც არ უნდა შესულიყო, რადგან ამ ვერცილმა ტერორისტ ქვეყანასთან თანამშრომლობა 2022 წელს გაწყვიტა. უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ ეგრევე. ქართველები გემების ნაწილებს პირაპირ ფინეთში არ ყიდულობდნენ. ჟურნალისტებმა მიაგნეს შუამავლებს ჩინეთში, არაბულ ემირატებში, ინდოეთსა და მალდივებზე, რომელთაც Arnica იყენებდა. მაგრამ ყოველ ჯერზე მისი ერთადერთი საბოლოო კლიენტი რუსეთში Elix Shipping იყო. Elix Shipping იმავე გამოძიების თანახმად არის რუსული ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდი კომპანია. საჯარო რეესტრის უახლესი მონაცემების მიხედვით ნია შედანიამ 2026 წლის 29 იანვარს სრულად უსასყიდლოდ კომპანია Arnica Trade გადაუფორმა ლეონიდ ლევიხინს, რომელიც ისრაელის მოქალაქეა. ინგლისურად ან რუსულად საუბარი შეგიძლიათ? ვის ვესაუბრები? კომპანია Arnica Trade-თან დაკავშირებით მაქვს კითხვები. თქვენ ხართ ხომ მისი ახალი მფლობელი? უკაცრავად, არ ვიცი რა უნდა გემის ძრავები და კომპონენტები მნიშვნელოვანია ჭრდილოვანი ფლოტისთვის, რომელიც არის სანქცირებული. ისინი ცხადია თავისუფალ ბაზარზე ვერ ყიდულობენ ამ კომპონენტებს. აი ეს კომპანიები ფაქტობრივად არის მაშველი რგოლი პუტინის რეჟიმისთვის, რომ აწარმოოს ბარბაროსული ომი უკრაინაში. ქართული კვალის გარდა ჟურნალისტურ გამოძიებაში სხვა კავშირებიც საინტერესო კავშირები გამოვლინდა. დაწყებული 2022 წლის თებერვლიდან ვერცილის პროდუქცია 60-მა რუსულმა კომპანიამ იყიდა. ოღონდ ყველა ამ კომპანიამ მხოლოდ ერთი კონტრაქტი განახორციელა. ჩინური, არაბული და თურქული გამყიდველების გავლით. ვერცილის ძრავები დღეისთვის დგას ეგრეთ წოდებული ჭრდილოვანი ფლოტის 400 გემიდან სულ ცოტა 30-ზე, რომელიც ევროპას ყავს სანქცირებული. ეს გემები ბევრს დადიან, უმრავლესობა მოძველებულია და პრობლემები უჩნდებათ ხშირად. გამოძიება ამბობს, რომ ერთმა ჩინურმა კომპანიამ შეისყიდა მარაგნაწილები ტანკერ სახალინისთვის, რომელსაც ფინური დიზელის ძრავი აქვს. თურქულმა ფირმამ იყიდა ტანკერ აზიისთვის, სხვა მარაგნაწილები ვასილი დინკოვისთვის, რომელიც არქტიკაში მუშაობს. რა თქმა უნდა, ჟურნალისტები პირველ რიგში ფინურ კომპანიას მიადგნენ, რომელმაც მხოლოდ ხრები აიჩეჩა. Arnica და ქართული ბიზნესი საერთოდ არ გაგვიგია და აი არასდროს არაფერი არ მიგვიყიდია მაგათვისო. სამწუხაროდ ბაზარზე არიან მოთამაშეები, ვინც სანქციებს უკულებელყოფენ. ჩვენთვის ანტირუსული სანქციების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს კონტრაქტებში არის პუნქტი, რომლითაც მყიდველებს ეკრძალება რეექსპორტი რუსეთში. ამ საქმეში ჯერ კიდევ ბევრია გასარკვევი. რუსებს ეგენი არ ესწავლებათ. ერთმა კანტორამ თუ დაიწვა თავი, გახსნიან 2-ს, ან 10-ს. მაგათი რა მიდის. თავარია, იციან რომ საქართველოში მათი რეჟიმია და ბორი ახავდეთ კარგად, ჩემ მოჟიმ, პამოჟიმ. გამოქვეყნდა რუსული ავიაციის პორტრეტი პროფილში და არა მხოლოდ ავიაციის. ეს სტატისტიკა ზოგადად სახელმწიფოზე გვეუბნება ბევრს. თქვენ ახლა უყურებთ რუსეთის 20 ყველაზე დიდი აეროპორტის მუშაობის კარდიოგრამას. რამდენად იცავდა გრაფიკს გაფრენები 2024 წელს და რამდენად 2025-ში. მწვანე ხაზი 2024 წელია, მოწითალო 25. ალბათ პროცენტების კითხვის გარეშეც ამჩნევთ, რომ შარშან გრაფიკის დაცვა გაცილებით უფრო გაუჭირდათ, ვიდრე შარშან წინ.
აქვე ერთი შენიშვნა. ამ სტატისტიკაში არ არის გათვალისწინებული 15 წუთიანი დაგვიანება. მე გარითულებაო. მოსულო. რუსი ხომ შვეიცარიელი ან ლატვიელი არ არის? 15 წუთს როცა ამბობს, ალბათ 9 საათსაც გულისხმობს. კარგი იყოს 9. ამ მონაცემები თავის დროზე 2025 წელს ვნუკოვოდან, მოსკოვის უდიდესი აეროპორტიდან რეისების სულ 32% გაფრენილა. შარშან მეტი იყო 51. დომოდედოოდან და შერემეტიოოდან, რომლებიც ასევე დედაქალაქს ემსახურებიან 50-50. ყველაზე კარგად მუშაობდა შორეული კრასნაიარსკი 75%, 10%-იანი კლება 24-დან. შემდეგ მოდის კიდევ უფრო შორეული სურგუტი 72% და პულკოვო პეტერბურგში 71%. თუმცა 2024 წლიდან ვარდნა 13% ჰქონდა. 71% ჰქონდა მაჩვენებელი ყაზანსაც თათრეთში, რომელიც ერთადერთია გამოსწორებული სტატისტიკით. 2024 წელთან შედარებით 3%-ით მოუმატია. სხვა ყველა აეროპორტი 19 უდიდესი 20-დან 2025 წელს ვერ ახერხებდა რეისების გამგზავრებას თავის დროზე. მთავარი მიზეზი, როგორც გვეუბნებიან, უკრაინა ყოფილა და მისი დრონები, რომლებიც 2025 წელს თურმე რუსეთის დიდ ქალაქებს უფრო მეტად აწუხებდნენ ვიდრე 2024-ში. უნდა შევნიშნოთ, რომ უშუალოდ ამ აეროპორტებს არავინ არ ერჩის. მათ არ უტევენ დრონები, მაგრამ ჰაერში იმდენი ეკიდება, რომ სამოქალაქო რეისები ვეღარ სრულდება. А я подснял, пацаны! მეორე მიზეზი კი, რომელზეც რუსის პროპაგანდა ძალიან ნაკლებად საუბრობს, ძველი თვითმფრინავებია. ბოინგები და ერბასები, რომლებიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ ლიცენზირებული მომსახურების შემდეგ დარჩა რუსეთს. თავიდან მათ ირანში გზავნიდნენ. იქ წარმოიდგენთ, რომ რუსებზე უკეთესად არემონტებენ ტექნიკას, მაგრამ მერე მაგაზეც ხელი ჩაიქნიეს და დაიწყეს ეგრეთ წოდებული საავიაციო каннибализм. В 2025 году российские перевозчики зафиксировали более 800 отказов оборудования. Из-за них рейсы отменяли или совершали экстренные посадки. Примечательно, что это почти в 4 раза больше, чем в 2024 году. ერთ თვითმფრინავს შლიან, რომ ნაწილები გადააყენონ სხვებზე. ასე იფრინეს ეს 4 წელი. ამ ბოლოს კი თქვეს, რომ ისევ ჩვენი ძველი საბჭოთა რუსული თვითმფრინავები უნდა გამოვაგოროთ. აი 10 და 15 წელი რომ არ უფრენიათ საერთოდ აი ისინი. რა ვიცი, ხა თქვენ მაინც გაფრთხილდით თუ იმ დასაწვავში აპირებთ წასვლას, თორემ თვითონ მაგათ იმ ჯართით უფრენიათ და უფრენიათ. თქვენ ახლა მსოფლიოს საგანძურს უყურებთ. ლეონარდო და ვინჩის ჩანახატს სახელად წმინდა ჩვილი. ხელოვნებაცოდნეები ხანდახან ჯერ კიდევ დაობენ ხოლმე ავტორი ნამდვილად ისაა თუ არა, თუმცა რომ გავს ხომ ეთანხმებით. ხო და უმრავლესობას მაგის მტკიცება არ სჭირდება. მაგრამ ახლა ხელოვნებაზე არ ვსაუბრობ დღეს. გენეტიკაზე ვსაუბრობთ. ძალიან ცნობილმა ჯექსონის ამერიკულმა ლაბორატორიამ დაიწყო დნმ-ის ნიმუშის კვლევა, რომელიც ამ ნახატზე აღმოჩნდა ახლახან. და დაადგინა, რომ მისი მფლობელი წარმომავლობით იტალიის ტოსკანას რეგიონიდანაა. ჰაპლოჯგუფით E1B1B. თავარი პრობლემა ისაა, რომ თავად ლეონარდოს დნმ არ გვაქვს. მისი საფლავი მე-19 საუკუნეში გაიძარცვა, დაზიანდა. 1863 წელს მერე ადამიანის ნარჩენები ამოასვენეს და გადაასვენეს საკურთხეველში. და არის ვერსია, რომ შეეშალა და სულ სხვა ადამიანია. მოკლედ, ლეონარდოს ბიოლოგიური მასალა დღეისთვის დაკარგული გვაქვს. მაგრამ ამ ჩანახატიდან აღებული დნმ შეადარეს ლეონარდოს ბაბუის ბიძაშვილის დნმ-ს, რომელიც მისი დაწერილი წერილიდან აიღეს და აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებს საერთო წინაპრები მართლა ჰყოლიათ. რაკი ამ დიდებულ კაცს შვილები არ დარჩენია, გაჩნდა იდეა, რომ გამოიკვლიონ მისი ნახევარძმების ცოცხალი შთამომავლობა. დღეისთვის ასეთი 14 ადამიანია ცნობილი და მათი საგვარეულო საფლავები, რა თქმა უნდა. ლეონარდოს ხსენებაზე ყველაზე ცნობილი ნახატები ახსენდება, მაგრამ მეცნიერებისთვის იგივე მონალიზა თურმე უსარგებლოა. იმდენი ადამიანის ხელში გამოიარა 5 საუკუნის განმავლობაში, მათ შორის ქურდებისა და ყაჩაღების მასზე რამის ზებნას აზრი არ აქვს ამბობენ. სხვა ნახატები კი შეიძლება ნაკლებად დაბიძურებული იყოს. ცნობილია, რომ ის დიდებული კაცი ფუნჯის გარდა თითებითაც ხატავდა ხოლმე და არის შანსი, რომ ასეთი ადგილებიდან მისი ეპიდერმისიც გამოიყოს. მეცნიერებს საბოლოო ამოცანად არა კონკრეტული ნახატების ავტორობის დამტკიცება აქვთ, არამედ გენიალურობის კვლევა. იმედი აქვთ, რომ ამ დნმ-ში აღმოჩნდება გასაღები, რით განსხვავდებოდა გენიოსი და ვინჩი დანარჩენი ადამიანებისგან. მათ რა თქმა უნდა მიმართეს ეკლესიასაც ქალაქ ამბუაზიაში, რომ მიეღოთ საფლავის გათხრის ნებართვა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, იმათ იდეა ჯერ შორს დაიჭირეს. მეტი არგუმენტები გჭირდებათ მეგობრებო და მეტი ბიოლოგიური ნიმუში, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს დამთხვევაო. ლეონარდოა ეს ხალხო, ლეონარდო. ეს იყო ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე.
რას დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლობაში გადაცემდა.